მოგესალმება. კი ბატონო. და ჩვენი ვებსაიტის საპრეზენტაციო თემა არის შნავი ფრინველი. რა გარეული თქვა ნახეთ. თუ ეს ცოტა მოშინაურებული გარეული ფრინველებია. ჩვენი პარაზიტები, ხო, მაშინ რავი ჩინეთში არ ვიცი ახლა არის თუ არა, მაგრამ კარტოფანი ოფიციალური ის იყო, რომ ბელგურები დაეხოცათ. იმიტომ რომ ითვლება, რომ ბელგურა პარაზიტობს ადამიანზე. სამაგერად შემდეგ რაღაც კარიერით ვისით მოუნა. ზუსტად. აი მოხა. აბატონო, ერთი მაგალითი კიდევ ჯაჭვის შესახებ. ხო, ეგ გადააჭაჭი დაირღვა თქვა. ახო გისმენ. ინდოურია, სწორედ. მამა ჩემი იმერელი იყო, წარმოშობიდან. მე კუთხური მეგონა. გააპარებდა ხოლმე სიტყვას ინდოურ და მე ვთხოვე ხოლმე, მამა, კარგი რა, ნუ როდის უნდა გადაეჩვია ამ იმერულ ჟარგონებს მეთქი და აღმოსავლეთ ეს კაცი იყო მართალი.
ინდოური არის, იმიტომ რომ ინდოეთშია, ეს გახსოვთ, ინდოეთიდან შემოვიდა და ინდოური უფრო სწორია, ვიდრე ინდაური. და მიგე ასე რომ იცოდეთ, ინდოური სწორია. ეს ინდოური უნდა დავუძახოთ. ხდია? დამშობებია გარეული ბილიკური ხატმისგან. როგორი ხატმისგან? ბანკიური, და. სასოფლო სამეურნეო ფრინველთა შორის ყველაზე გავრცელებულია ქათამი. მას ამრავლებენ ხორცსა და კვერცხისათვის, გარდა ამისა, ბუმბულსა და ერმას. ამის მიხედვით იმერული ეციდები რა გვაგდეს? ქათმის ფიშებს იყოფა მეკვერცხულად, მეხორცულად და სახორცე. მეკვერცხულ ქათმებს განვითარებული აქვს თოხისებრი ბუმბული, რომელიც მეორე მასამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოცემული. ეს არ ვიცოდი, პირველად გავიგე, ძალიან საინტერესოა. ანუ განსაკუთრებული ბუმბული აქვს მეკვერცხულ ქათმებში? არ ვიცოდი მართლა, ოჯახი. შინაური ქათმის ნისკარის ფერებს თითქმის ერთნაირია, მაგრამ განსხვავებული ბუმბულებისა. ქათმები რეპროდუქციის 5-6 თვეში მწიფდება, მათი გვერდმდელობა გრძელდება 10 წელი.
წელიწადში ერთი პარტი ჩეკს 20-25 ჯუჯუს, რომელიც გასვლის შემდეგ 100 კილოგრამამდე ხორცი იძლევა. პატები გაზაფხულზე და შემოდგომაზე 30-40 დღეს წელს. ზოგიერთი ასამდე. სამშენებლო გამოიყენება ხორცი მისი დედალი პატის კილოგრამი, 40 კილოგრამი, 4-5 კილოგრამი, მაქსიმალურად 10 კილოგრამამდე, ხოლო მამალის 5-6 და მაქსიმალურად 12 კილოგრამამდე. იბალო. საიდან არის წარმოშობილები? ხომ არ მოძიებია. აი იხსე თქვით, ხათამზე თქვით. ამაზე წარმოშობით საიდან არის? ინდაური პრიმერია კატისნაი იტალიის ინდაური ორი გვარის თითო მოიცავს ორი გვარი თითო სახეობას ჩვეულებრივი ინდაური შინაური ინდაურის წინაპარია მისი ტანის სიგრძე არის 100 სანტიმეტრი და მამალის მასა არის 8 კილოგრამი. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური სახეებით შინაური ინდაური თავისი კარიერული ნათესავებისგან განსხვავდებიან ზონით განსხვავდება შინაური ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდი ფრინველი და მას ხორცისათვის ამრავლებენ მოზრდილი ინდაური იცნობს 12-16 კილოგრამი, ყველაზე დიდი კი 20 კილოგრამამდე. ეს არის გემრიელი საჭმელი გემრიელის. რომელსაც რა მაინც ახალი წლისთვის მომზადდა. მაინც ისევე როგორც გოზინას. მაინც ახალწელს მარტო. ჩვეულებრივ იანვარ მარტში ვერსის მასა არის 88 გრამი და ვერსის საინფორმაციო და არის 28 დღე. კარგი და დაფინავს ინდაური. რა რატო ხარ იცი? რეგულარულად ვერ ჩააბარა, დიდი?